Okay, kocuniego. დაგიღამდათ ხო? აია. ხარგი. თქვენ დედა მოწყნო ქოცებო ახლა. ერთი შეკითხვა მაქვს რა. შეკითხვა არა, შეკითხვა არა ესა. თუ გინდა ნურს მომისმენთ, თუ გინდა პასუხსაც ნუ გამცემთ. ფეხებზე მკიდია თქვენი აზრი. მე ჩემ აზრს დავდებ და всё, ვისაც უნდა უყუროს, ვისაც უნდა ნუ უყურებს. ერთი რავი მაინტერესებს. მოსვლის დღიდან გავიგეთ, რომ ნაცები არიან სისხლისმცველები, დადიან და ძუძუებს აჭამენ ხალხს. პატიმრებს აჭრიან ბაყვებს და სახში მიაქვს და ძაღლებს აჭმევენ ხორცს. ვაჭრობენ თირკმელებით ღვიძლე ჯიგრით ვაჭრობენ, გავიგეთ. სისხლისმცველები არიან, ომს იწყებენ, ხოცავენ და ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც არაფერს არ აშავებს. კიდე რა, იპარავდნენ ფულს, იტაცებდნენ ხალხს, შეკრული იყვნენ Deep State-თან, ევროპასთან და ამერიკასთან. აჩაღებდნენ ბინძურ კომპანიებს კეთილი და პატიოსანი ხალხის წინააღმდეგ. გავიგეთ. ანგრევდნენ, შლიდნენ და აფეთქებდნენ სახლებს, უბნებს, გზებს, მოშალეს, მოანგრიეს და ბათუმი ეს ილუზია, ნუ ბათუმი ეს სიზმარია, ეს არაფერი არა. ნუ უყურეთ ბათუმს, ხო? და სხვასაც ეს გეჩვენება თქვენ, ხო? ხო, კიდე რა, ნუ ერთ სიტყვით ამოგვაგდეს, ამოგძირკეს და ამოგვლიჯეს. ნაციონალებმა, ქართველმა ნაციონალებმა. რუსეთი არაფერ შუაში არა, რუსეთი ჩვენ თავს არ დაგვსხმია, რუსეთს ომი არ დაუწყია, რუსეთს ჩვენთვის არაფერი არ წაურთმევია. აფხაზეთი და სამაჩაბლო ღმერთმა წაგვართვა და რუსი შემოვიდა დასაცავად. რომ ღმერთმა კიდე არ გააგრძელოს ჩვენი ტერიტორიების წართმევა. ეს ქოცების მამაოებმა თქვეს ეგრე. ხო. გავიგეთ. 13 წლის განმავლობაში, 14 წლის განმავლობაში მიდიოდა გამოძიება და ეს ყველაფერი დავადგინეთ. და ეხლა შეკითხვა მაქვს. ეხლა რა ვქნათ? ეს ყველაფერი გავიგეთ, ხო? და თქვენ რა საკეთებდით? ეხლა რა ვქნათ? თუ ისევ გავაგრძელოთ გამოძიება, საკაშნია რაფულ ჩეიკერა კოსტუმები. რა ვქნათ? ეხლა მე გეტყვით რა უნდა ხნათ. თქვენი ჯიში და ჯილაგი მოვტყან. ეხლა მოკიდეთ თქვენ დახვრეტილ ტრაკებს ხელი. და ყვერები დაიჭირეთ ხელში თუ გაქვთ. და დააწეხით ისე რომ ფეხის კუშლები კეფაზე ხვდებოდეთ, თორე დედა მოგეტყნებათ. ეგ უკვე ვიცით რაც იყო, ეხლაც ვიცით რაც არის და ჩვეულებრივი ხალხი, ჩემნაირი ხალხი დასკვნას აკეთებს. ესე იგი, ისინი ცუდები იყვნენ, ესენი ცუდები არა, კარგი ვინ არის? მაგ ქვეყანაში კარგი დარჩა ვინმე? დარჩა ისეთი ადამიანი, რომ იმის ინტერესებში შედიოდეს ქართველების და საქართველოს მოქალაქეების კარგად ცხოვრება, კეთილდღეობა, გამრავლება. დარჩა მათ ვინმე?
ახლა თქვენი გამოძიებული საქმიდან ეს ხო დადეთ ნაცები რაც იყვნენ. ახლა 13 წლის ბოლოს კიდე მეორე გამოძიება დაიდო. თურმე უფროსიდან დაწყებული უმცროსამდე დედამოწყნულები და მეხთამეები და ფულის ამღები და შვიდობის მოყვარულები ყოფილან. ზოგიერთმა გამოყენებულმა შვიდობას მიცა ხმა. გამხმარყურს აჭამს, მაგრამ ჭამს რა. სუპი აქვს და სუპს აჭამს რა. აბა მაშინ რა ასფალტი გვეჭამა? ყველაფერი ლოგიკურია. ყველაფერი სიმართლეა და ყველაფერი ესე უნდა ყოფილიყო როგორც არის. ძალიან ჭკვიანი და ძალიან ისეთი მართველი მოვიდა, ესე იგი გააოცა, განცვიფრა ევროპა, აღფრთოვანებული ამერიკა, ოღონდ ბუტკაშია. და ბუტკიდან ვეღარ გამოდის ეგ დედა მოწყნული ეგა. გამოენძრიე მაგ ბუტკიდან. აფეთქებები იქნება, ბუტკა ვერ გიშველის, ვერ გაუძლებს. და საიდანაც ჩამოხვედი, იქ წაეთესლე. იქ ცოტა შანსი გააქვს რა. დედა რო არ მოგეტყნას, თორე მან დედა გაქვს უკვე მოწყნული. ბუტკიდან ვეღარ გამოდიხარ. სად დაიმალეთ ქოცებო, სად წახვედით თქვენი პრეზიდენტიანად. კანონებს აღარ იღებთ, განცხადებებს აღარ აკეთებთ. რაღაცა ძალიან პასიურობთ, რაშია საქმე? სიზმრების ministri გაგიუქმდათ თუ ვეღარ აზროვნებთ უკვე. თქვენი დებილი დედა მოწყალმე თქვენი. გავიგეთ. ეხლა რა ვქნათ? ესე უყუროთ, როდემდე უნდა მოიტაცონ ხალხი, ქართველები საკუთარ ქვეყანაში. როდემდე უნდა იყოს გადაკეტილი, როდემდე უნდა იტრაშუნონ იმათმა ბათუმში და მე სოხუმშიც ვერ ჩავიდე. და ცხინვალში ვერ ჩავიდე. იმათმა ყველგან უნდა იარონ. ეგ არის სამართალი და ეგ არის თქვენ დედას შევეცით 13 წელი რო ყაყანებთ. ერთხელ მაინც გითხოვთ პუტინზე და იმ დედამოწყნულებზე რას აკეთებენ საქართველოში? თქვენი დებილი დედა მოწყანმე. არ შეგიძლიათ მაგის გაკეთება, ხო, საქართველოში ახლა მთავრობაში ვინც მოვა, იმან უნდა გაითვალისწინოს, რომ დალაგებულ ქვეყანაში არ მოდის და იმან ისეთი რაღაცეები უნდა გააკეთოს, რომ შეუძლებელი უნდა შეძლოს. ხუბრობით ვამბობთ ხოლმე ქართველობა ძნელიაო. ქართველობა მართლა ძნელია და ეხა საქართველოში უფროსობაო საშინლად ძნელია. ისეთი რამეები მოგეთხოვება, როგორიც არის ტერიტორიის დაბრუნება და ის ტერიტორია მგელს რო აქვს და შენ ცხვარივით რო კიკინებ. 3 მაგად და 4 მაგად გაზნელებულია. რო გამოცვინდით და ჩადეთ მაგ ministris სკამებში ტრაკები და ფულებს იპარავთ. მოგიტყათ ministri დედის ტრაკების უყველას რა. თავარი საქმე რაც არის გასაკეთებელი, იმას არ აკეთებთ. ფულის მოპარვას რა დიდი ცოდნა და სწავლა დაისუნდა, მეცადინეობა. შემდეგი მთავრობას ხო იქნება, როცა მოვა. ნუ გიხარიათ საქართველოს პრემიერ-მინისტრობა და პრეზიდენტობა. ძალიან ძნელი საქმეები გექნებათ გასაკეთებელი. თუ არაფერს არ გააკეთებთ და ქოცებივით დაждებით და იყლეპროჭავებთ და გააგზელებთ 900 სისხლიანი წელიწადი, ამათ რამდენი აქვთ 13 გამოყლეების წელიწადი, მე თქვენც დაემატებით რა, არ ვიცი ვინ მოვა. საქართველოში ახლა მთავრობაში ყოფნა ქოცი თუ არ ახარ, არაფერი პრივილეგია არ არის. ქოცი ხო მთავრობაში რომ მოვიდა, ის კი არ უფიქრია
სამშობლო ეხლა კორპუსების მშენებლობა გააჩაღეს და არაბებზე გაყიდვა და რუსების ტრაკის კოცნა და ლოკვა. სულ ეგაა ჩვენი მთავრობა. მთავარი რას უნდა გააკეთოს ის დაივიწყა. რომ საკუთარი ხალხი რო გარბის შენი ქვეყნიდან. ისინი უნდა გააჩერო, ვინც გაიქცა ისინიც უნდა დააბრუნო. წერს დედა უნდა მოუტყნა და წესრიგი აღადგინო. ყველას აკეთებთ. 13 წელიწად დადიხართ, გათენდება მიშაა და აღამდება მიშაა. მიშა. აი ძველი მთავრობა ასე აკეთებდა, აი ძველთან მიშავე. ტვინი მოტყანით რა. ეხლაც აგძელებთ იგივეს. ეხლა ცოტა deep state-ი წაგეშველათ რა. იმის ბრალი ყოფილა. თქვენი დებილი დედა მოტყანვე. აი ვისაც ეგ თავში მოვიდა ეხა ფული არაბებთან გავაკეთოთო. ეგიდია ვისაც თავში მოუვიდა. იმას მოუტყანმე თავყბა. იდიოტებო. სირებო, არ გეყოფათ საქართველოში რაც აღარ მინდა რა, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი რა, აი ამოვიდა ყელში რა. აი კაროჩე რა. ირანში რო ხდება ეგ ცოტაა რა, საქართველოში ეგ ცოტაა რა. და ეს დაყლებული, ეს ნაბიჭვარი, ეს დედა მოტყნული, რა ვიცი რა დავარქვა ამ ივანიშვილს, ეს პერედასტი, ეს პიდარასტი ესა მოვიდა და მოეკიდა ამ იმას. ამ დაყლეებულებს ეს მსახიობები, რეჟისორები, სპორტსმენები 80% სულ ყველა მადახართ, ხო? ყველა. და ეს ქართველები ძიან და ნახე რა, აი ეს კაცი ამას ხარს უჭეს, ესე კარგია, ხო? ითქვეს პატრონს უბედურს. გაცვეთილები, გადედა მოტყნულები. აი განაბოზრებული ვიხართ სულ ყველა ბანაობთ ამ ვაზელინში ხვათქუნობთ ამ ივანიშვილის რუსეთის პოლიტიკასთან ფუ მოგიტყანთ დედის ტრაკი და საკუთარი ძმების და დების და ბავშვების მკვლელებს ფეხებს ულოკავთ თქვენი არაადამიანი დედას შევეციმე რა თქვენი ნაბიჭვარი დედა მოტყანმე ქართველობას ვინ მართმევს ვიცი ძალიან კარგად ეხლა ორმაგად ამეხილა თვალები და დავინახე რა მიუპიპინეთ მაგათ ბიჭებო მიუპიპინეთ რა აპიპინებთ ხო აი თქვენს პატრონს უბედურს იდიოტებო რა ვქნათ ეხლა ესე დაჩაჩანაკებული ვიყოთ და უყუროთ კალაძე როგორ ხვეტავს ფულებს მაგისტვის მოვიდა მთელი საქართველო ამდენი საუკუნეები მაგისტვის იწვალა რომ მაროშკინას ჩავაბაროთ საქართველო და იმან რაღაც ყლეობები წავიდეს და ილაპარაკოს ჩვენ ქვეყანაზე მოსკოვის ტელევიზიიდან სულ ეგ იყოდო ამიტომ წერეთ ამიტომ ვიკითხეთ ამიტომ ვიშრომეთ ამიტომ ვიწვალეთ ამიტომ დავღვარეთ სისხლი რომ ვიღაც გამოყლეებული ღარიბაშვილი და ივანიშვილი რომ ფულებს გაიყონ ერთმანეთში და მე ერთი მეორე ციხეში ჩასვან და მაგას უყუროთ ვინ რომელ კორპუსს ააშენებს და რამდენი ინდუსი და არაბი იყიდის რომ დაითვალოთ მე დაპაჭყოთ ის ფულები და ვისაც თქვენ ლანძღავს და მტრად გვიყენებთ ჩვენ იმათთან წახვიდეთ საცხოვრებლად სხვა ტყუილები მოიგონეთ ეგ არაჭრის იცის ხალხმა ეგ უკვე მაგრამ ტყუილის მოგონების ნიჭიც არ აქვს თქვენი უნიჭო დედას შევეციმე დეგენერატებო თქვენო გამომივარდება კიდე ვიღაცა და რაღაცას კიდე არიან კიდე რომ იცავენ კიო ეგრე უნდა იყოსო შენა ჩამოდი საქართველოში და განახე თქვენა ბიჭვარო შენა ბიჭვარო შენა ჩამოდი საქართველოში ჩამოდი აქ აბა ჩემთან ჩამოდი
თქვენი დედა მოტყან მე თქვენ გაქოცებულო კრემლიდან გამოზრდილო ისა ღორებო ერთმანეთის დასმენის გაფარჩაგების დაჭერის და დახვრეტის მეტი რო არაფერი გიკეთებია მთელი ცხოვრება და დღესაც მაგას აგძელებ ჩანთაშიო აზზე მოსული ტიპია ბიზნესმენია ფული აქვს კაცო ნაშოვნი ნუ თლათის ხო არ არის ყოყულიყა კაციტო მიფრინავდა და ბაგაჟში პისტოლეტი ედო და მაღაზე აუ პისტოლეტი და არ იცოდა ხო თქვენ ყლებო თქვენ ამერიკაში ქალაქიდან ქალაქში მიფრინავდა დადიხარ გინდა პისტოლეტი ჩადე გინდა კარაბინი ოღონ ბაგაჟში ჩააბარე მაღაზე არავინ არავის არაფერს არ ეუნება ალიასკიდან რომ მოფრინავდი ჩავალაგე პისტოლეტები ჩემოდანში დავხურე ჩემოდანი ჩავაბარე და მომცეს აქ იდიოტებო თქვენი დედა მოტყან ერთი სიტყვით მოიფიქრეთ აბა ეხლა რა უნდა ვაკეთოთ თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ახართ მე გირჩევთ რომ წახვიდეთ და ის ახალგაზრდა ბიჭები გულანთებულები რო არიან სამშობლოს გულისთვის აი ესენი მიეცით გაუხსენით პარლამენტზე ჩააბარეთ იმათ თორე ყველაზე კაი რაც არის მე ვიცი მაგრამ ეგ სანამ დედა მოტყნული პუტინი ცოცხალია ეგ არ მოხდება პუტინი თუ ჩაძაღლდა მერე მოხდება და მე ჩემი ჭკუის დარიგება არავის აღარ დაჭირდება მოგეთყნებათ დედის პროჭი ავით შეიძლება მაგ დროსაც მოვესწროთ მოგიტყანთ კეთილები და კარგი სტრაკი აბა კარგად იყავით ნახვამდის